საღამომშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე ვარ თამარ გეფარდი. Facebook-ზე მიცნობს ხალხი როგორც თამარ მეფედ. დღეს ქალბატონს ვესაუბრე და მკითხა როგორ მოგმართო თამარ მეფე თუ თამარი ხარო. ვინც არ მიცნობს, მე ვარ თამარი და დაბადებიდან თამარი ვარ. სახელი არ შემიცვლია. რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და რაც სოციალურ ქსელებში იკითხება ამ დღეების მანძილზე, დაახლოებით სულ რაღაც 2 კვირის მანძილზე, არის სრული სიგიჟე. რომ დავიწყოთ საშინელი სამშაბლო და რომელიც დაიწყო ნესტანის, იგივე ნატა ბლიანის საქმით და გრძელდება დღემდე და დღე არ გავა რომ არ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომ შოკის მომგვრელი იყოს, სულ ერთი არაჭრილში იქნება ეს დედის მიერ უკაცრავად დედის მიერ არა დედას წარსტაცო შვილი, იქნება ეს პედოფილია, იქნება ეს მაგალითად ეს საკითხი, რომელიც დღეს ასე ძალიან უხარია მართლმადიდებლურ ეკლესიას. როდესაც ზრდასრული ქალი და ზრდასრული მამაკაცი 3 წლის ბავშვს მიათხოვებენ, შესწირავენ, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიას, არავინ არ ითხოვს შეწირვას, მაგრამ შესწირავენ ეკლესიას და მართლმადიდებლური სამყარო ამ საკითხს დღემდე ზეიმობს. მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ჩვენ სრულ 100%-იან ქაოსში ვართ. ძალიან მაგარი დახრილი ვარ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ჩავწერო. ეს სრული სიგიჟე, რაც დღეს შუქდება. რა შუქდება? შუქდება ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან სენტიმენტალური აღმოჩნდა მკვლელის მიმართ. 16 წლის გოგომ, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, მით უმეტეს უპატიოსნესი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ იმისათვის, რომ მისი კეკლუცობისა თუ შინაგანი სულიერი აყროლების გამო ადამიანი მოკვდა და ის, რომ დედამის მისი შვილმკვდარი დედის კივილი სრულიად საქართველოს ესმოდა, სრულიად საქართველო დაუდგა წინ და ის, რომ მათ ეს საკითხი აქამდე მიიყვანეს, რომ დედას უნდა ეკივლა იმდენი, რომ სრულიად საქართველოს გაეგო, რომ მისი შვილის სისუფთავე და სისპეტაკე დამტკიცებულიყო, ამაზე რომ არც ერთ ბოდიში არ მოუხდია და შემდეგ აი ამ 16 წლის თხაჯანა გოგოს გამო, რომ კაცობრიობა ალაპარაკდება, რომ როგორ ჩასვეს ის 13 წლით ციხეში და დედის შვილმკვდარ დედას რომ შეაგინებს იმის გამო, რომ როგორ გაუბედა ეს 16 წლის მათხოვარ გოგოს, რომელმაც ცილი დასწამა მის მასწავლებელს და შემდეგ დაუკვეთა მისი მკვლელობა. შემდეგ მკვდარი ადამიანის საკითხი გაასაიდუმლოა და ხელი დააფარა მკვლელებს და ამაზე კაცობრიობა ავარდა, რომ როგორ 16 წლის ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს თინეიჯერი, რატომ მისცეს 13 წელი, რატომ 50 წელი არ მისცეს ბიჭო. გარდა მაგისა, პედოფილიის საკითხი, მეგობრებო, ნატა ბლიანის ამბავი რომ გიგვირთ. რატომ არ გიგვირთ? საცოდავი ღვთისმშობლის ამბავი, რომელიც 3 წლის ასაკში ჩააბარეს, არ იციან ვის. ვინ იქ სად რომელმა ღმერთმა და რომელ ღმერთს შესტენეს
მისი დაორსულება, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა, მარიამი, მისი დედა ანა და მისი მამაც იყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან თუ არა სვანეთიდან. ასე რომ ჩემო კარგებო, არ ვიცი ის რომელ ტაძარს შესწირეს, მაგრამ ბავშვის 3 წლის ბავშვის შეწირვა რო ხდება ეკლესიაში და ამას დღემდე რო ზეიმობს, რომელიღაცა საზოგადოება იყოს, თუნდაც ეს მართლმადიდებლური საზოგადოება, არის სრული ჯოჯოხეთი დღემდე ქრისტეს მოსვლიდან დღემდე. აი იმ დღიდან, როდესაც მარიამი შესწირეს ეკლესიას, ეკლესია არ არსებობდა მაშინ, არ ვიცი რა სინაგოგები იყო და რომელ სინაგოგას შესწირეს 3 წლის საცოდავი ბავშვი, ორმას ზრდასრულმა იდიოტმა, ესე ვიტყოდი, რა მართალი ანა და რა მართალი მისი მამა ბიჭო, 3 წლის ბავშვი, ჩემი შვილი 3 წლის არის, ჩემი შვილი 3 წლის, როგორ უნდა შევწირო, თუნდაც იყოს ეს სინაგოგა, ან რაღაც დაწესებულება, სადაც რა ვიცით რას აკეთებენ იქ, ბავშვებს რას უკეთებენ, ხო? ღმერთს ემსახურებიან, რომელ ღმერთს ემსახურება ის ღმერთი, რომელიც 3 წლის ბავშვს შეიწირავს. რომელ ღმერთს ემსახურება ის საზოგადოება, რომელიც 3 წლის ბავშვს დედას და მამას წარსტაცებს და შეიწირავს მამაკაცთა საზოგადოებაში ქალს. ამაზე შეიძლება ვიყვირო და ვიწილო და არ ვიცი, ცუშტენდე დამემართოს რა. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამართლება, რომელიც 3 წლის ბავშვს წირავს, ვის ეკლესია მაშინ არ იყო და ვის შესწირეს? ვის შესწირეს, ხალხო, გამაგებინეთ რა. რომელმა ღმერთმა დააორსულა მარიამი? იახვე? იახვე ღმერთმა დააორსულა მარიამი? ხო და ამ იახვეზე კარგად გაიგეთ, რომელი იხვია ეგ და ვინ ბავშვებს აორსულებს და ვინ ბავშვებს ჭამს. ხო და მერე ილოცეთ მაგ დღეზე, რომ აუ რა მომხდარა 3 წლის უსუსური ბავშვი შესწირეს კაცი ჭამიებსა და პედოფილებს და მერე ტაში უკრათ და ვანთოთ სანთლები რა კარგი რამე მომხდარაო? მერე მისი გაჩენილი შვილი რომ ჯვარზე გაეკრა და ზუსტად იმ იახვეს მადიდებლებმა რომ შესწირეს ისევ და ამაზე ტაში უკრათ? რა მოტრიალებული საზოგადოება არის და რა საზოგადოებასთან მაქვს საკითხი, მე არ მინდა ამაზე ძალიან სიღრმისეულად ჩავიდე, თორე შეიძლება გავრეკო. ასე რომ ყოველდღიურ ნათელს ვთხოვ, მოვიდეს დროულად და მოდის უკვე აგერ. მადლობა უფალო იესო ქრისტე, მადლობა ყოველდღიურ ნათელო, იესო ქრისტეს ზეციურო დედავ, ისევე როგორც ხორციელო დედავ. მარიამო და ყოვლადურყვნელო ნათელო, მოდით და დაამკვიდრეთ ამ დედამიწაზე სრული სინათლე, ნათელი და ყოველი სამართალი. გამოვიდეს ყოველი დაფარული სინათლეზე, აეხადოს ყველაფერს ფარდა, ყოველ უსამართლობას, თუნდაც აი ამ დღის ცოდვით, მე ესე ვიტყოდი, მადლით კი არა, ცოდვით. არ ვიცი როგორი დედა უნდა იყოს ისეთი, არ ვიცი როგორი მამა უნდა იყოს ისეთი, ღმერთმა დამიფაროს. მარჯვენა მარცხენა, მარჯვენა მარცხენაა ეს, არ არის მარცხენა მარჯვენა. ღმერთმა დამიფაროს, აი ღმერთმა დამიფაროს, გამაგებინოს ეგ, თუ რა გამო ყლინჯებული უნდა იყოს ადამიანი, რომ 3 წლის ბავშვი შესწიროს კაცი ჭამიებსა და ვითომ ღმერთის მსახურებს. არ ვიცი, მე ვამბობ ერთ რამეს რა, დროული იყო ნესტან ბიბლიანის საქმის გამოაშკარავება. დროული იყო ბოლო ჟამია და მეორეთ მოსვლა. მადლობა უფალს, ეს არის ის სახე, რაც ღვთისმშობელ მარიამს დაემართა, ნესტანმა გამოიტანა მზის შუქზე.
არ მითხრეთ ეხლა რომ არა ეგრე არ იყო, მაშინ დაამიმტკიცე თუ ეგრე არ იყო. 3 წლის ბავშვი ბიჭო ვის შესწირეს? მაშინ ქრისტიანები კაცი ჭამეები იყვნენ, ბავშვებს იტაცებდნენ და ღვთისმსახურები ვინები იყვნენ? ებრაელი ურიები? რომლებიც ბავშვებს ჭამდნენ? პედოფილია მათში ნორმალური წესია. აბა წაიკითხე ძველი აღთქმა. პედოფილია ჩვეულებრივი საკითხია განსაკუთრებით ღვთისმსახურებისთვის. მათ აქვთ უფლება რომ ბავშვები როგორც უნდა ისე იხმარონ. და მით უმეტეს თუ გამოყლინჯებული დედა და მამა ამას თავის შინებით გააკეთებს და შესწირავს ბავშვს იმ ხალხს, ვინც ჩვეულებრივად თან მით უმეტეს ქალს, ბავშვს, გოგოებზე ამბობს, რომ მისი ღმერთი იახვე, რომელიც აორსულებს მერე მარიამს, ეუბნება თავის ხალხს, რომ მიდითო და ვინც კი 6 წლამდე ბიჭო, ვინც კი ბავშვმა კაცი შეიცნო, ყველანი დახოცეთო. და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ანა, გამოყლინჯებული ანა და მისი ქმარი კარგ საქციელს ჩადიან, რომ ასეთ ხალხს მე თავის შვილს აბარებენ? არ ვიცი. ღმერთო ჩემო, ეს არის აუ დედას ვიცავარ ეხლა მართლა რა, აგერ ამ აქვს ეს ბიოლოგაცია და მოდი ვკითხოთ რა, თუ შეიძლება მართალი იყო ის, რომ ღმერთმა დააორსულა და ის და ეს და კარგი იქნეს ანამ და მისმა ქმარმა ბავშვი რო შესწირეს. მოდი ვკითხოთ აბა. ბიოლოგაციას მინდა ვკითხო. შეიძლება ღვთისმშობელ მარიამზე კითხვები დაგისვათ? ნაწილობ და დაუსვათ. როდესაც 3 წლის მარიამი შესწირეს ეკლესია იყო თუ რა იყო, რა ჯანდაბა იყო, არ ვიცი, სინაგოგას თუ რა დაწესებულებას შესწირეს? ეკლესიები მაშინ არ არსებობდა და რა დაწესებულებას შესწირეს? შეგიძლიათ გითხრათ ნორმალურად? სასულიერო პირებო, შეგიძლიათ გითხრათ ნორმალურად? ღვთისმშობელი მარიამი იესო ქრისტეს დედა მღვდელმა დააორსულა? აჰა, მღვდლებმა დააორსულეს? კარგი, მღვდელი არ ერქვა, იმ ღვთისმსახურები რაც ერქვათ თუ რაც ერქვათ. იესო ქრისტეს მამა რეალურად იყო სასულიერო პირი? ბავშვზე იძალადეს? ღვთისმშობელ მარიამზე მათ იძალადეს? კი, რეალურად იყო სასულიერო პირი. ღვთისმშობელ მარიამზე მათ იძალადეს. ღვთისმშობელი მარიამი შემდეგ, როდესაც მათ იძალადეს და დაორსულდა ნატა ბიბლიანის მსგავსად, მოუძებნეს შემდეგ მართალი იოსები, რომ ეს საქმე არ გავარდნილიყო ხალხში? კი, მოუძებნეს იმის გამო, რომ არ შერცხვენილიყვნენ თვითონ. ანუ პედოფილიის მსხვერპლი იყო ღვთისმშობელი მარიამი? კი. და როდესაც ეს საკითხი გაირკვა, მართალი იოსებს უთხრეს, რომ შენ ესე იტყვი, რომ ვითომ ღმერთმა დააორსულა? დიახ, თქვენი დედავატირა მე მართლა ყველასი რა, აი დროა ბოლო ჟამია რა, წერტილი დაესვას ამ ყოველივე სიცრუეს. ბიჭო, რებს გვატყუებთ, რა ღმერთმა დააორსულა და რის ღმერთმა დააორსა. ჩვეულებრივად იძალადეს ღვთისმშობელ მარიამზე, მე აიღეს და თავისივე ნაყოფი ჯვარზე გააკრეს. დედა მოტყნულებმა რა. წადით თქვენი დედავატირე მართლა ყველასი რა. გამოიყვანეს ღვთისმშობელი მარიამი აქ. ჯერ 3 წლის ბავშვი როგორ უნდა შესწირო, ბიჭო, ღმერთმა ნუ გამაგებინოს. ვინმე
კაცი ჭამიებს და მერე კიდე იმის ბედი დედას ბიჭა მაგარი ცოდოქალია ეს მარიამი ჯერა გაუკეთეს დედას მოაშორეს მამას მოაშორეს მერე გააუპატიურეს მერე შვილი გააჩენინეს მერე ჯვარზე გააკრევინეს გაუკრეს თვალწინეს შვილი და მერე კიდე მიწაში ჩადეს ეს ქალი რა და ვიღაცაა ეკლესიას უნდა რომ დღევანდელი დღე ჩვენ აღვნიშნოთ როგორც აუ რა მაგარი დღეა გააგრძელეთ რა მე პას არა ბოდიშით რა მე ამაში ხელს ვერ შეგიწყობთ და ნებისმიერი მღვდელი რომელშიც ამ საკითხში ზუსტად ის რაც მოხდა და ხელს უწყობს და ისევ ამ ტყუილს ავცელებს რომ ვითომ ღმერთმა დააორსულა მარიამი და ქრისტე არ ყოფილა კაცის ძეო გეუბნება ენოქი ბიჭო კაცის ძე არის ეს ღმერთკაცი მართალი კაცი რომელიც მოვაო და არა ღმერთის ძე კაცის ძეა, ღმერთკაცია, დიახ, ღმერთკაცია, იმიტომ თავისი საქციელებით ქრისტე იმენა ღმერთობას მოიპოვებს რა. მაგრამ აი თქვენ ყველას მოგეკითხება, ცეცხლში დაიწვევით დედასპისა ჯოჯოხეთის ცეცხლში თუ არ დაიწოს, ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც ამ საკითხს უწყობს ხელს, რომ ეს სიცორუე ჩვენ შემოგტენოს როგორც მადლიან დღეთ და ეს საცოდავი დღე, როდესაც მარიამი 3 წლის ბავშვი კაცების საგლეჯად მიყავთ, ვიღაცეებთან, ვინც ვითომ და მღვდლები არიან, სასულიერო პირები არიან და მერე მისი ცხოვრებით ფულს აკეთებენ დღემდე. თქვენ იცით მე რა მიმართება იცი? აი ხლა არ ვიცი, ყველანაირად თავს ვიკავებ, რომ არ გავგიშდე დედასპისაო, თორე ის რაც ჩვენ წინ დააგვიდეს ბიბლიის სახით, ადამიანმა ნორმალურმა მოაზროვნე ღმერთში ნათელში გააზრებულმა ადამიანმა არ შეიძლება რომ ამ წიგში ჩაიხედოს, წაიკითხოს და არ იტიროს, რას გვატყუებთ თქვენ დედამოწყნულებო. რას გვატყუებთ ბიჭო? ვეღარ მოატყუებთ ვერავის. ვეღარ მოატყუებთ ვერავის რა. მოსულია დრო, რომ ყველამ სიმართლე გაიგოს. უძლიერესი ქალია მარიამი რა. ქრისტეს დედა უძლიერესი ქალია, უძლიერესი კაცია ქრისტე, ღმერთკაცია და ღმერთქალია მარიამი და ღმერთკაცია ქრისტე. დიახ, მაგრამ თქვენ მძღნერები ხართ. ვინც ამ დღეს 7 აგვისტოს, როდესაც მარიამი მიყავთ და შესწირავენ ეკლესიაში თუ რაც გინდა ისქენით, არ ვიცი, შესწირავენ, გაყიდიან თუ რას იზავენ, ღმერთმა იცის კიდე რა მოხდა იქ. რა მოხდა იქ ღმერთმა იცის ბიჭო. და ეს დღე ჩვენ მადლად უნდა აღვიქვათ. მერე რომ ამ ქალს შვილს გააჩენინებენ და მერე რომ ბიჭო ნატას ამბავი სხვა კი არ არის არაფერი. იგივე ამბავია. იგივე ამბავია. უბრალოდ ნატამ ეს ხმამაღლა თქვა. ყველა სვანს დედა მოეწყნება იცოდეთ რა. ვინც ამ საკითხში უწყობდა ხელს, ნატას ამბავს. ყველას დედა მოეწყნება. დანარჩენ სვანებს კიდე ვინც ამ საკითხს გამოიძიებს, ღმერთი მიუტევებს. რა თქვენ გონიათ არ ხართ დამნაშავეებო, სვანებო? არ ხართ დამნაშავეები? ვინც ხმას არ იღებთ? ყველანი დამნაშავე ხართ. და არ თქვათ ეხლა რომ მე ამ საკითხში არ მაქვს არაფერი თითი გასვლილი. ყველას თითი გასვლილი. სვანებსაც და დანარჩენებსაც. ნატას ამბავი ღვთისმშობელი მარიამის ფარდისახდა არის. დიახ, ნატას ამბავი 100%-ით ღვთისმშობელი მარიამის ფარდისახდა არის. არის ეგრე თუ არა? კითხოთ. ნატას ამბავი ღვთისმშობელი მარიამის ფარდისახდა არის? დიახ,
ღვთისმშობელი მარიამის საკითხის პარდისახდა არის ის, რასაც ნატაყვება წარმოიდგინეთ, რომ ღვთისმშობელი საუბრობს. და რამდენი შვილი წაართვეს ალბათ ღვთისმშობელს კიდე. პირველი საუკუნე, მე-12 საუკუნე და 21 საუკუნე ერთ ხაზში სწორდება. თქვენ არ გეგონოთ, რომ სადმე რამე სხვაგან ხდება სხვა დროში, ან სხვანაირად, ყველაფერი ახლა და ამ წამს, ამ წერტილში, ამ სივრცეში ხდება. არავინ არ გამქრალა და არსად არ გამქრალა არაფერი. ყველაფერი ახლა ხდება, ახლა და ამ წამს. საშინელი სამსჯავრო დაწყებულია და სიტყვას ძალა აქვს. მოინანიეთ იცოდეთ თქვენი საქციელები და არა ვითარცა იმ 16 წლის მშობლების მსგავსად დაიწყო ტკივილ-წივილი და ფსიქოზი. იმის მაგივრად ბიჭო რომ ბოდიში მოუხადონ ქალს, შვილი მოუკლეს, უსამართლო ცილი დასწამეს და ქალს რომ არ ეკიულა და ბოლო ძალებით არ ეხმაურა, ვერავინ ვერ გაიგებდა რომ გიგა ავალიანი იყო მართალი და შემოტრიალება კი გინდათ ყველაფრის, მაგრამ დაგისრულდათ უკვე, ვადა გაუვიდა თქვენს სიბინძურეებს. ვადა გაუვიდა, ენოქი აქ არის. დიახ, ენოქი აქ არის. მოვიდა ჩემთან და ჩემიდან თქვენთან მოვიდა მერე. იცოდეთ, ენოქს ნუღა ელოდებით, ენოქი მოსულია და ელიაც მოსულია. უკვე ქრისტეს დროს ელია მოსული იყო. ხოლო ახლა ენოქი მოვიდა. ხო და რადგან ყველაფერი ერთ დროშია, ყველაფერი აღსრულდა და ბოლოს წერტილი ესმევა ყოველ უსამართლობას და ყოველ მსგავსობას. ამინ. ამენით იესო ქრისტე. კიდევ ბევრ რამეს აიხდება ფარდა და კიდევ ბევრ რამეს განახებთ თუ რა ხდებოდა და იცოდეთ ყველაფერი ეხლა ხდება და რაც ეხლა ხდება ის მოხდა ყველა დროში. ის მოხდა თამარის დროსაც, ის მოხდა ქრისტეს დროსაც. ხოლო ახლა მთავრდება ჯვარცმის გარეშე. ახლა მართალი ზეიმობს. ვეღარ დაიბანს პილატე ხელებს და ვეღარ გაუვა კაიაფას თავისი კაიფი. ვეღარ გაათავისუფლებენ ბარაბას. ქრისტე ზის ტახტზე და ის არის ყოვლად უწმინდესი. ხოლო დანარჩენი პატრიარქებად წოდებულები მარიონეტი, საცოდავი, ქრისტეს კონკურენტები არიან, რომლებსაც სურთ რომ ვაღიაროთ ვიწმინდესად და უნეტარესად, ხოლო არიან მყრალნი და საცოდავნი. კითხვები ხომ არ გაქვთ? მყრალნო გეყოფათ აყროლება რა. ახლა შეიძლება წამოვიდეს კრიტიკა ეს და ისო და ის და ესო და მოდი ვკითხავ ეხლავე რა. ხალხი რომელიც მე გამაკრიტიკებს იმის გამო რაც დღეს გავაჟღერე, სიმართლეს რომ ბოლო წერტილი დაუსვი და ავხადე, დაისჯება? დიახ, დაისჯება. ელვის სისწრაფით დაისჯება? დიახ, ელვის სისწრაფით დაისჯება. ამიტომ დაზოგეთ თქვენი კრიტიკა და ჯობია გაახილოთ თვალი, ჯობია გაარყიოთ გონება და ჯობია იფიქროთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება იზეიმოს ადამიანმა ის დღე, როდესაც დედა და მამა 3 წლის ბავშვს პედოფილებს ჩააბარებენ.
ეხლა არ მითხრათ, რომ ღვთისმსახურებსო. ღვთისმსახურებისთვის რო ჩაებარებინათ, ღვთისმშობელი მარიამი საერთოდ არ დაორსულდებოდა. ღმერთს სულაც არ სჭირდება დაორსულება რა. არ სჭირდება, ისე მოაგვარებს საქმეებს. ხოლო ის ისტორია, რაც ჩვენ შემოგვთითხნეთ, ქრისტემ პირდაპირ სახეში აგაფარათ. გინდოდათ, ვინც გამხადეთ, ის ვარო, გითხრათ რეალურად, ხოლო თქვენ ეს ვერ აიტანეთ და ჯვარს გააკარით კაცი. იმიტომ რომ პირდაპირ გითხრათ. ღმერთმა ჩამსახაო? ხო და ღმერთი ვარო. ხო და თქვენ ეს ვერ აიტანეთ, როგორ თუ ღმერთი ხარო. ასე რომ თქვენ შიზოფრენიას თქვენვე მოუარეთ რა. ეკლესიის პირებს ვეუბნები ახლა სასულიერო პირებს, რომლებსაც კაიაფას მსგავსად ახურავთ ამხელა გვირგვინები და ამხელა ქუდები და ქრისტეს მსგავსად ვერაფერი ვერ გააკეთეს. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადადგეს ქრისტეს მსგავსად, ხოლო კაიაფასა და ფარისევლებისა და ანას მსგავსად ჩვეულებრივად სადუკევლები დაიდგეს დიდი გვირგვინები და დიდი ფაფახანა, ესეთი ქუდები, რომლებსაც ვერ ძრავენ და თავი ესე სადღაც ჩაყვეს და ის ფართუკები და რაც ზედ აჯღა რაღაცეები ისიც სადუკევლებისა და ფარისევლების მსგავსად აიცვეს და ქრისტეს არა, ქრისტეს ავითე როგორ ჩაიცმევენ ახლა ისე უბრალოდ. ეკადრებათ მაგათ ეგ. ეგენი ხო ქრისტიანები არიან, ფარისევლურად უნდა ჩაიცვან. სადუკევლურად. ქრისტიანულად რატო უნდა ჩაიცვან? ქრისტიანები არიან და ეგეც ეყოფათ, რომ ქრისტიანები არიან. ეხლა ის ხო. რასაც უდაობაა. დედას ვიცავ, მაგარი დრო არის ეხლა, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ ეხლა, რასაც მოვესწარით, ეს არის საუკეთესო დრო. ყველანი, ვინც კი რეალობას გიყალბებდათ, აუცილებლად დაისჯებიან ახლა და ამ წამს. 2027 წლის დასასრულამდე უკვე ყველანაირი სიმყრალე, სიბილწე, სიბინძურე მზეზე იქნება გამოსული და ფარდა ექნება ახდილი. წლის ბოლომდე 2027 წლის ბოლომდე ყველანაირ სიბინძურეს ფარდა ეხდება ახდილი. 2027 წლის ბოლომდე ყველა უმსგავსო დაისჯება? ნაწილობრივ. 2028 წლის ბოლომდე მართალკაცთა დღეობა იქნება, რომელიც უსამართლობას და უმსგავსობას დასჯიან? ნაწილობრივ დაწყებულია. (2026 წლის ბოლოს) ცანი გაიხსნებიან? ნაწილობრივ. ცანიო და ვიღაცა ცაში აიხედავს ახლა და ეგონება, აი ცა უნდა გაიხსნას. ეგ იმათი ოინებია, რომლებმაც მოგიყვნენ, რომ ღვთისმშობელი მარიამი ღმერთისგან ჩაისახა. ღმერთისგან დაორსულდა. რომლებიც ცაში გახედებენ და ქრისტე რასაც გეუბნება, რომ ვიდრე შენ ცაში დაიწყებდე ყურებას და იქ დაუწყებდე ღმერთს ზებნას, ჩიტები შეგასწრებენ სასუფეველშიო, გესმის? ფრინველები შეგასწრებენ სასუფეველშიო და მოდი გონს. ცაში კი არა, ცანში ჩაიხედე, რას ცნობ და რას არა, იმას დააკვირდი. შენ ცაში ნუ იხედები. ქრისტეს სიტყვებია, მე კი არ გეუბნებით მაგას, ქრისტე გეუბნებათ.
ცანი, შეიცანი. შენი ცანიო, გაიგე? შენი. შეიცანი. არის ენი და შენი ენიცანი. შენი ცანი, შენი. შენი ცანი, ბიჭო, შენი. შენი. ჩემი კი არა, შენი ცანი. ეს საკითხი მეგობრებო არის შემეცნების. თუ გინდა რომ შეიმეცნო, აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება შემეცნებას. და თუ შემეცნება ჯერ კიდევ ვერ გაიგე რა არის, მაშინ აუცილებლად იქნები იმ დონეზე დარჩენილი, რომელ დონეზეც დგანან დღევანდელი გამოყლინჯებული საზოგადოება, რომელსაც გონია, რომ ის დღე, როდესაც მარიამს შესწირავენ პედოფილებს, უნდა ვიზეიმოთ. ბრავო, 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 შესწირეთ შვილები, პედოფილებს, შესწირეთ. ღვთის სახელით. ხალხო, რა შიზოფრენია ვერ ხვდები ამას. ამას როგორ ზეიმობთ? ამ დღეს, როდესაც 3 წლის ბავშვს დედმამას აშორებენ, როგორ ზეიმობთ? სხვათა შორის, ქალბატონი სოფიას საკითხი, რომელსაც წარს ტაცეს შვილი და მალე გაიკვევა ეს, რომ წარს ტაცეს შვილი, არასრულწლოვანი შვილი. მღვდლებმა და საზოგადოებამ, რომელსაც ამას ხელი შეუწყო, ესეც იმ ფარდის ახსნა, რომელ ფარდასაც ჩვენ არ ვხვდიდით. არ გვინდოდა რომ აგვეხადა, იმიტომ რომ შეგვეშინდა მერე ღმერთმა არ დაგვსაჯოს სიმართლისთვის. დედას რომ შვილი წარს დაწვს, სხვათა შორის ქალბატონი სოფია მაგ საკითხს ხდის ფარდას. ღვთისმშობელი მარიამის საკითხს ხდის ფარდას, ისევე როგორც იესოსა და ღვთისმშობელი მარიამის ფარდას ხსნის ნესტანი. და ქალბატონი ეკა კი ქრისტეს ჯვარცმას ხსნის ფარდას. და ასე შუქდება ყველაფერი ჩემო კარგებო. შეიწყალი 16 წლის მია, რომელიც, როდესაც ავალიანს კლავენ, მეორე დღეს ზის და ზეიმობს მის სიკვდილს. ხო და ჩემო კარგებო, ჯვარცმაც ახლა ხდება და საშინელი სამსჯავროც. მადლობა უფალს და გილოცავთ. დაწყებულია საშინელი სამსჯავრო. ელვის ისწრაფით ხდება ეს ყველაფერი და ძალიან მალე ჩვენ სიმართლეს ვიზეიმებთ. და ვზეიმობთ უკვე, ძალიან მალე კი არა, ჩვენ უკვე ვზეიმობთ სიმართლეს. მადლობა უფალს. დედების ძალებით. საცოდავი, გაუბედურებული, გაუპატიურებული, დატანჯული, ცილდაწამებული დედების ძალებით. აი ესე ვიტყოდი მე. მადლობა იმ ქალებს, რომლებმაც თავიანთი შვილის სიყვარულის გამო ძალიან ბევრ რამეს ახადეს ფარდა. შვილისა და მამის სიყვარულის გამო და სამართალის გამო ბევრ რამეს ახადეს ფარდა. მადლობა ყველა იმ დედას, რომელმაც ეს შეძლო. ხოლო დედები, რომლებიც ზიან და ელოდებიან, რომ ვიღაცა დედები ხარჯზე ისინი რამეს მოეწევიან სიკეთეს, აი ეს დედები ნამდვილად ცეცხლში იქნებიან დამწვარი, დამერწმუნეთ მე. დამერწმუნეთ. აბა გაკოცეთ, ახლა წავიდი და სხვათა შორის გელა ერთ-ერთი ასეთი დედა, რომელიც ელოდება სხვის ხარჯზე, სხვა დედების ხარჯზე თავისი კეთილდღეობა მოიწყოს, სვანეთში იყო წამოსული და შენც გაიცანი. ხო?
ის, რომელიც მერე რეალურად მკვლელობაზე წამსვლელიც ყოფილა. წავედი აბა გაგოცით.